უჩვეულო დღე მაქვს. ბედნიერი დღე. ესე იგი, გადავწყვიტე ჯერ გავხსნა, თუ გავხსენე და მერე გადავწყვიტე რომ დავლიო. როგორ უნდა გავხსნა? Ui, გავიგე. Всё, გავიგე. უნდა დავთვრე. ვინ თქვა ღვინის გახსნა არცისო. მოკლედ შეგვიძვირფასებო. ეხლა უნდა მივირთვა და უნდა დავლიო ღვინო. უნდა დავთვრე და საკუთარ თავს უნდა მოვუყვე ყველაფერს. სიმართლე და სიყვარული. მოვიმზადე საჭმელი. მოვთუშე ხახვი. დავჭერი პამიდორი, სტაფილო, ქინძი, ბულგარული და აი ესე უნდა პური ჩავაწყო და ვჭამო. დღეს ბევრი ვიშრომე, ბევრი საქმე გავაკეთე და ეხლა დავისხავ ღვინოს და გადვეგრძელებ თქვენ. იმაზე ყველაფერთან ხვდებით, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობს. მოკლედ, ყველას გაუმარჯოს, ვინც TikTok-შია. და იმასაც გაუმარჯოს, ვინც აწიშემოვა TikTok-ში. იმათაც გაუმარჯოს, ვინც გამწარებულები არიან, რომ ლანძღავენ და რა დღეში არიან. იმათაც გაუმარჯოს, ვინც ილანძღება. რას იზავ? ესე მოეწყო ცხოვრება. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. რამხელა სიბრძნეა. ესე იგი, თქვენ ეხლა ხედავთ, რომ ცოტა ორთქლიად ის ამ საჭმელს, იმიტომ რომ ისე ცხელია. ერთი ჭიქა დავლია და ცოტა შევბუჟბუჟდი. სხვათა შორის ირმის ყივილი ქვია ეხლა ჩემს მდგომარეობას. აი ესე მომინდა მარტო დავიჭდე და დავლიო. რა თქმა უნდა, სიმართლებს არ ვიტყვი. არ ვიტყვი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. აზრი იმიტომ არ აქვს, რომ არ მინდა ადამიანები დავამძიმო. ვიყოთ ასე ბედნიერები და გახარებულები. ამოიწურა წუთები, შემდეგ ვიდეოსაც ჩავწერ. მიყვარხართ. გაგიმარჯოთ. მოკლედ, ეს ბოთლი უნდა დავცალო. იცით რას გაუმარჯოს? ადამიანები რო სხედან, ერთმანეთს რო უყურებენ თვალებში, რო აბოლებენ, რო ხიბლავენ ერთმანეთს, აზრებს რო აფრქვევენ, იმიტომ რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
რა პატარაა ეს ცხოვრება, წარმოაჩინე რამდენიც გინდა. დაბერავს ქარი და ისე დღეში ჩავარდები, ჯერ არ ჩავარდი მხარ. ჭკუით უნდა იყო, ჭკუით. ესე იგი 2 წვეთი დავლიე და ვიწყებ ჭკუის სწავლებას. არა, არ დაიჯეროთ. ყველა მაკეთეთ ის, რაც გინდათ. მერე მიხვდებით, რომ დააშავეთ. მერე მიხვდებით, რომ უნდა იდარდოთ და ინანოთ, რაც გინდათ ის აკეთეთ. რაც მინდა იმას ვაკეთებ. გაგიმარჯოთ. ნეტარები იყავით, ბედნიერები იყავით, თან დროს უყურებ ამ დასაწვავ დროს, რომ არ გავიდეს ეს ისა 3 წუთი. თან ახლა რო დავლიე, თან მინდა რომ ჭკვიანური თქვა რაღაცა. რა მნიშვნელობაა? გინდა ჭკვიანური თქვი, გინდა სულელური, მაინც დავიხოცებით. ამიტომ თქვათ ის რაც გვინდა. ვიყოთ სანამ ვართ, გაგვიმარჯოს. და რა გემრიელია ეს ღვინო. არ ვიტყვი რომელ ღვინოსო. სპეციალურად არ ვიტყვი. ძალიან გემრიელია, სასწაულია. სვავდა ტირიხარ ბედნიერებით. უნდა გავაგრძელო, აგერ ჩემ საჭმელში პური ჩავიფუჩნე, იმერულად ესე ქვია. ჩავიფუჩნე და უნდა ჭამო. თუ მოვახერხერო კნოპკას, კიდე დავაჭირო ხელი, ჩავერთვები, თუ არა და კარგად იყავით, დავიძინებ.